გამარჯობა. დღეს ვილაპარაკებ პირველი საზოგადოებების შესახებ. წინა ლექციაზე მე შევეცადე თქვენთვის ამეხსნა როგორ შეიძლება ევოლუციური მიდგომა საინტერესო იყოს პრობლემატური საკითხების ასახსნელად და გასაგებად და ამისათვის გამოვიყენე ესეთი ვთქვათ ფემინისტური პრობლემა, ფემინისტური საკითხი და შევეცადე ამეხსნა ეს ევოლუციური თვალსაჩინით. დღეს უკვე ვილაპარაკებ პირველი საზოგადოებების შესახებ, რომლებიც ჩამოყალიბდნენ მაშინ, როდესაც Homo sapiens sapiens გაჩნდა. რა იყო ამ საზოგადოების ძირითადი ქცევა, ხაში გვანონისწინეთ ჩვენ, რითი განსხვავდებით მათგან, დავიწყოთ ეს ლექცია. როგორც გითხარით, პირველ ლექციაში ადამიანის წინაპარი პრიმატი, რომელიც ადამიანის წინაპარი იყო, ცხოვრობდა წყლის პირას და სწორედ ამ წყლის პირას ცხოვრებამ, უბრალოდ წყლის პირას წარმატებულმა ცხოვრება, რომელიც წყლის პირას წარმატებულმა ცხოვრებამ განაპირობა ის ფენოტიპური თვისებები, რომელიც ადამიანს აქვს. ანუ იმისათვის, რომ ადამიანის წინაპარს ეცხოვრა წყლის პირას წარმატებულად, ანუ რაც ნიშნავს წყლის პირას წარმატებულად ცხოვრება, ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანის წინაპარი ცხოვრობს წყლის პირას, სარგებლობს წყლით, როგორც საკვებარეალად, არის დამოკიდებული ამ წყალზე და მას აქვს, სწორედ ამიტომ რომ მას აქვს განსაკუთრებული თვისებები, განსაკუთრებული ფენოტიპური ნიშნები, მას აქვს უპირატესობა სხვა პრიმატებთან შედარებით. ეხლა რა იყო ეს და ბუნებრივია ისმის ამაზე თუ რა ფენოტიპური ნიშნები ქონდა ადამიანის წინაპარს, ანუ რა გარეგნული ნიშნები ქონდა ადამიანის წინაპარს, ამაზე ვილაპარაკეთ ლექციაში, რომელსაც ჰქვია ადამიანის წარმოშობის თეორიები, წყლის მაიმუნის თეორიის შესახებ. დღეს უკვე ვილაპარაკებთ იმ მექანიზმებზე, ქცევით თუ ფიზიოლოგიურზე, რომელიც საშუალებას აძლევდა ადამიანს ეცხოვრა წყლის პირას და ყოფილიყო წარმატებული. ეხლა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გამოარჩევს ადამიანს სხვა პრიმატებისაგან, არის ჯგუფში ყოფნის მიღებული სიამოვნება. ანუ ჩვენ ადამიანები არა მარტო მაშინ, არამედ ეხლაც სიამოვნებას ვიღებთ ჯგუფში ყოფნით. ანუ ჩვენ ის რომ ჩვენ ვართ ერთად, აი თქვენ მაგალითად ესე იგი სიამოვნებთ დისკოტეკაზე მისვლა, სიამოვნებთ მეგობრებთან ყოფნა, არ გექნება პრობლემები, მაგალითად, როცა ზიხართ აუდიტორიაში და უსმენთ ლექციას, არ გექნება პრობლემები, არის რა თქმა უნდა, ესეთი მცირე გადახრები, როდესაც ადამიანისთვის არ შეუულიათ, მაგრამ ამასაც აქვს თავისი ახსნა და ამაზე ჩვენ მოგვიანებით ვილაპარაკებთ, რა უდევს იმ ადამიანების სურვილებს და განწყობებს ავსვლათ, რომელთაც პრინციპულად არ უყვართ საზოგადოებაში ყოფნა და ურჩევნით განმარტოება, მაგრამ ეხლა ვილაპარაკოთ, მოდით ამაზე რა არის, რაც არის უმეტესობა ადამიანისთვის დამახასიათებელი. ესე იგი, ადამიანის უნარი და ეს დამტკიცებული არის მეცნიერულად, ეს არის ერთად ყოფნით სიამოვნების მიღება. ანუ ის რომ ისინი არიან ერთად, მათ ეს მოსწონთ. ეხლა რა არის ამისი საფუძველი? რა შეიძლება ყოფილიყო ამის საფუძველი? ამის საფუძველი არის, რაც არ უნდა უცნაური იყოს, ის ენდორფინები, ანუ ის სიამოვნების რეცეპტორები, რომელიც აქტიურდება, როდესაც ადამიანი არის მზეზე. ესე იგი, ამ შემთხვევაში წარმოიშვება D-ვიტამინი კანქვეშ, D-ვიტამინი ისე არ წარმოიშვება დამოუკიდებლად, ესე იგი, საჭიროა ან მზეზე იყოთ და მზის სხივებმა გამოიმუშაონ თქვენ კანქვეშ D-ვიტამინი, რომელიც შემდეგ გადადის სისხლში, რომელიც შემდეგ მოქმედებს უკვე ორგანიზმზე, გადადის ტვინში და შემდეგ უკვე ადამიანი იღებს ძალიან დიდ სიამოვნებას ამ D-ვიტამინით, ან დაუშვათ თქვენ უნდა ძალიან აქტიურად იმუშაოთ, ივარჯიშოთ იმისათვის, რომ ეს D-ვიტამინი გამოიყოს. და მოკლედ იმისათვის, რომ და სწორედ ეს თვისება, რომ მზეზე ყოფნით D-ვიტამინი იყოს გამოყოფილი, დაეხმარა ადამიანის წინაპრებს ყოფილიყვნენ წარმატებულები, იმიტომ რომ მათ ჰქონდათ ეს თვისება, რომ D-ვიტამინი გამოყოფილიყო მზეზე ყოფნით და მათ მიეღოთ სიამოვნება, ამიტომაც ეს მას აძლევდა საშუალებას განსხვავებით სხვა სოციალური ცხოველებისაგან ძალიან დიდ ჯგუფებში ეცხოვრათ. აი ხა დღესაც ეს სურათზე, აი აქ არის სანაპირო, ზღვის სანაპირო, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი არის თავმოყრილი
აი მე მინდა გითხრათ რომ ეს ჩვენი წინაპრები თქო ამით გამოირჩეოდნენ მათ შეიძლება ძალიან ბევრი ძალიან დიდი რაოდენობით ყოფნა ერთად მზის გულზე წყლის პირას ისე რომ მათ ამით არც სტრესი გაჩნდა და პირიქით მიიღოთ სულ უფრო და უფრო მეტი სიამოვნება. აი დღეს როდესაც ჩვენ ესე იგი გვიყვარს ტოლა ზღვის პირას და არც თუ ყურადღებას არ ვაქცევთ, არამედ გარკვეულ სიამოვნებასაც ვიღებთ იმით რომ ჩვენს გვერდით სხვა ადამიანები ვტანონ, ეს არის ჩვენი ძალიან ძალიან შორეული მექანიზმი, რომელიც აპირებებდა იმას, რომ ადამიანის წინაპარს შეძლებოდა ერთად ყოფნა, ძალიან დიდი ჯგუფებით ერთად ყოფნა და ეს იყო არა მარტო სიამოვნების წყარო, არამედ იყო საკმაოდ სერიოზული თავდაცვის წყაროც. იმიტომ რაც უფრო მეტი იყო ადამიანის წინაპარი ერთად, მით უფრო ნაკლები შანსი იყო, რომ რომელიმე მასზე უფრო ძლიერ მტაცებელს ენადირა მასზე და განეხორციელება შეტევა. და ამით აი სწორედ აი ამ ხო მე ესე პრინციპულად არ ვამბობ რომ ადამიანს როგორც არის მაგალითად დღეს მიღებული როდესაც ევოლუციაზე ლაპარაკობენ, მიღებული ესეთი დისკურსი, რომ რაღაცა თვისებები ყალიბდება იმიტომ, რომ ესა თუ ის ინდივიდი ეგუება მაქსიმალურად თავის გარემოს. მე არ ვთვლი რომ ეს სწორი დისკურსია, აი თუნდაც აი ავიღოთ კონკრეტულად აი ადამიანის წინაპარი პრიმატის მაგალითი, დავუშვათ რომ ადამიანის წინაპარი პრიმატს ეს თვისება არ ქონდა, ანუ იქიდან ენდორფინების გამოყოფა მზის ზემოქმედებით კანზე. დავუშვათ არ ქონდა და დავუშვათ მისმა ორგანიზმმა დაიწყო ცვლილება იმისათვის, რომ მისი ორგანიზმი შეგუებოდა და ერთი მხრივ გამომიმუშავებია თვისება, რომელის მიხედვითაც D ვიტამინი გამოიყოფა და ენდორფინები გამოიყოფა მზის ზემოქმედებით და მეორე მხრივ ეს მას დაეხმარებოდა იმაში, რომ ადამიანებს მიიღოთ დიდჯგუფებად ერთად ყოფნით სიამოვნება. ეხლა რომ წარმოიდგინოთ, რამდენი ხანი დაჭირდებოდა აი ასეთი ფიზიოლოგიური მექანიზმის გამომუშავებას, ვერანაირი ორგანიზმი ამას ვერ გაუძლებდა. სანამ ეს გამომუშავდებოდა, ამას ჭირდება ძალიან დიდი დრო, რომ ესე მასიურად ყველას გამომუშავდეს, ჯგუფის ყველა წელს გამომუშავდეს ეს თვისებები. ასე რომ, როდესაც მე ვილაპარაკებ, რატომ ამაზე ვილაპარაკებ ცოტა მოგვიანებით, ანუ როგორი მიდგომა იქნება ამ შემთხვევაში უფრო ადეკვატური, მაგრამ ამჯერად როდესაც მე ვილაპარაკებ კონკრეტული ფენოტიპური თუ ფიზიოლოგიური ქცევების და თვისებების გამომუშავებაზე, მე ამაზე ვილაპარაკებ როგორც მოცემულობის შესახებ, რომ დავუშვათ ადამიანის წინაპარს ეს ქონდა. რატომ ქონდა? ამას შევეხებით უკვე სხვა ლექციებში. როგორც გითხარით, ერთად ყოფნა იყო არა მარტო სიამოვნების საფუძველი, არამედ იყო ძალიან მნიშვნელოვანი დაცვის საფუძველიც. მათ შეელოთ ერთად ყოფილიყვნენ ისე, რომ არ ყოფილიყო ეს აგრესიულობის გამოვლენის საფუძველი არ ყოფილიყო. ამისათვის, რა თქმა უნდა, ეს მარტო ადამიანს არ აქვს ეს თვისება, რომ გამოიმუშაოს გარკვეული და ახასიათებს გარკვეული ქცევები, რომელიც მას ეხმარება პირდაპირ კონფლიქტს თავი აარიდოს. მაგრამ პრიმატებში, სხვა პრიმატებში, ადამიანის განსხვავებულ პრიმატებში ეს აგრესიიდან თავიდან აცილება ხდება თამაშებით, როდესაც დავუშვათ ორი პრიმატი ეჭვუბება ერთმანეთს და შემდეგ უფრო სუსტი ცდილობს რომ ან შეიძლება უფრო ძლიერად გააჩნია მოკლედ რა ვითარება კონკრეტული ცდილობს გადაიტანოს თამაშში გამოვლენილი აგრესია და ამით ხდება განმუხტვა. და ასევე მნიშვნელოვანი იქნებოდა ამ შემთხვევაში ის გარეგნული ნიშნები, რომელიც ადამიანის წინაპარ პრიმატს ჰქონდა. აპოსემატიზმი, ეს არის ორგანიზმის თვისება გამოიმუშაოს გარკვეული ჩამოიყალიბოს გარკვეული გარეგნული ნიშნები, რომლებიც მას ეხმარებიან ზედმეტი დანახარჯების გარეშე, ენერგეტიკული დანახარჯების გარეშე ეხმარებიან გადარჩენაში. აი მაგალითად ესეთი არის ფარშევანგის დიდი კუდი, ხო? ესე იგი ბოლო კვლევებით ირკვევა რომ ესე იგი არანაირი სექსუალურ ქცევაში ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. იმ დედალს მაინც არ აწუხებს, ესე იგი ფარშევანგს როგორი მამალ ფარშევანგს როგორი კუდი ექნება, როგორც გამოვიდა ეს უფრო არის იმისათვის რომ იყოს თავდაცვის მექანიზმი. ფარშევანგის დიდი კუდი გაშლით და ჭრელი კუდის გაშლით ის ხდება რამდენიმეჯერ უფრო დიდი ვიზუალურად, ვიდრე ეს აქამდე იყო და ეს არის ესეთი თავდაცვის მექანიზმი. რა თქმა უნდა არის ესეთი ეს აპოსემატიკური ქცევა, აპოსემატიკური გარეგნული ნიშნები, ესეთია ორმხრივი მოქმედების არის, ერთი მხრივ რა თქმა უნდა იცავს მის მატარებელს, მაგრამ ამავე დროს ის ქმნის საფრთხეს, იმიტომ რომ ის გამოარჩევს ამავე დროს მის მატარებელს
მის მატარებლებს გარემოდა. და ბუნებრივია ამ შემთხვევაში, ესე იგი, როდესაც იყვნენ ეს ადამიანის წინაპარი პრიმატები იყვნენ, ესე დიჯგუფებად ცხოვრობდნენ და ისინი ვალდებულები და ნუ პოპულაციურად ვალდებულები და იძულებულები იყვნენ დიჯგუფებად ეცხოვრათ, მაგრამ რა თქმა უნდა, აქ იყო კონკრეტული გადარჩევის მექანიზმები ჩაერთვეოდა, კონკრეტული სოციალური გადარჩევის მექანიზმები, რომლის მიხედვითაც დავუშვათ გადაერჩეოდნენ, ანუ განინდევნებოდნენ ისეთი ინდივიდები, რომლებიც იყვნენ ძალიან აგრესიულები, რომლებსაც მაგალითად არ ჰქონდათ ეს უნარი, რომ მიეღოთ სიამოვნება ერთად ყოფნით. ხო, ესე ამ შემთხვევაში ესეთი ინდივიდები საფრთხეს შეუქმნიდნენ პოპულაციას და ამიტომ მათი გამრავლება უბრალოდ არ მოხდებოდა, ხო? ესე იგი ისინი იქნებოდნენ ნაკლებად წარმატებულები თავიანთ ჯგუფში, ამიტომაც არ მოხდებოდა მათი გამრავლება. საბოლოო ჯამში ეს შეიძლება ვთქვათ, რომ პირველი საზოგადოება, ანუ ადამიანის წინაპარი როგორც ჩამოყალიბდა, ხო, ეს მე იმ წინაპარს გულისხმობ, რომელსაც ჰქონდა ეს განსხვავებული ხორხი, რომელსაც ჰქონდა კამქვეშა ცხიმი, რომელსაც ჰქონდა ეს D ვიტამინის გამომუშავების უნარი, რომელიც ალბათ ლაპარაკობდა, ანუ ლაპარაკის ჩანასახები ჰქონდა, ესეთი ეს იყო მათი პირველი საზოგადოება, ესე იგი ისინი ცხოვრობდნენ ძალიან დიდ ჯგუფებად, წყლის პირას, მათ ჰქონდათ უნარი რომ მიეღოთ ერთად ყოფნის სიამოვნება და რა თქმა უნდა გადარჩევა ამ შემთხვევაში სოციალური გადარჩევა მიდიოდა ნაკლებად აგრესიულობის მიმართულებით. ანუ გადარჩევდნენ უფრო ესეთი ინდივიდები, რომლებიც ამჟღავნებდნენ სასარგებლო თვისებებს პოპულაციისათვის. ანუ მათ უნდა ქონოდათ უნარი, რომ ყოფილიყვნენ ძალიან დიდ ჯგუფებში და მიეღოთ ეს სიამოვნება და ამავე დროს ისინი უნდა ყოფილიყნენ ბუნებრივია ნაკლებად აგრესიულები. ახლა დაახლოებით რომ წარმოვიდგინოთ ახლა როგორი იყო ამ ესე იგი ეს ადამიანების პირველი საზოგადოება, დაახლოებით რომ წარმოვიდგინოთ ლომოშაპების ჯგუფი წყლის პირას, ხოლოს ლომოშაპებსაც აქვთ ეს უნარი, რომ გამოიმუშავონ D ვიტამინი მზის სხივის ზემოქმედებით და აი ჩრდილოელ ადამიანებს სადაც არის პრინციპში ესეთი მზის სერიოზული ნაკლებობა და ამავე დროს პირდაპირ ზემოქმედების ნაკლებობზე იქ არის, რა თქმა უნდა, გარკვეული პერიოდი, მაგრამ პირდაპირ ზემოქმედება სიცივეს გამო არ ხდება ადამიანის ორგანიზმზე, ამიტომაც არის ეს კანქვეშა ცხიმი ლომოშაპების მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ისინი იღებენ ასე ვთქვათ ცხოველურ D ვიტამინს იმისათვის, რომ მათი ფსიქიკა იყოს მყარი და მათი ფსიქიკა იყოს გამძლე საზოგადოებაში. უკვე შემდეგ, როდესაც უკვე შეიცვალა გარემო პირობები და რაღაცის გამო ეს იყო ძალიან ძნელია, ეს ივარაუდო რის გამო, მაგრამ ადამიანის წინაპარი პრიმატები იძულებულები იყვნენ გადასულიყვნენ წყლიდან ტყისკენ ემოძრავათ, ანუ იქ რაღაცა მოხდა ბუნებრივი კატაკლიზმი ან სხვა რაიმე და ისინი იძულებულები იყვნენ რომ წასულიყვნენ ტყის მიმართულებით. ამ შემთხვევაში ბუნებრივია მათ ასევე უნდა ქონოდათ ან გამოიმუშავებიათ ისეთი ქცევები, რომლებიც მათ უკვე აღარ მიცემდა კვლავ აღარ მიცემდა საშუალებას დანგრეულიყო საზოგადოება, კვლავ აღარ მიცემდა საშუალებას აგრესიულობის გამოვლენის, დამღუპველი აგრესიულობის გამოვლენის და შესაბამისად მათ უნდა ქონოდათ ისეთი თვისებები, რომლებიც მათ დაეხმარებოდათ ეცხოვათ ახალ გარემოში. ანუ ახალ გარემოში სადაც იყო ტყე და ბუნებრივია ხა შემჭიდროებულად ამ ახალ გარემოში ესე იგი ვერ იქნები როგორც წყლის პირას იქნებოდი, აქ იყო პირდაპირ სხივების ზემოქმედება ორგანიზმზე, ანუ იყო ნაკლები საშუალება D ვიტამინი გამოიმუშავებიათ ადამიანის წინაპრებს და ყოფილიყვნენ ბედნიერები, ამით ესე იგი D ვიტამინის შემდეგ შესაბამისად ენდორფინი გამომუშავებული იყო მათ ორგანიზმში, ამიტომაც ამ შემთხვევაში სავარაუდოა, რომ მათი ქცევა მნიშვნელოვნად შეიცვალა და დადგა კიდევ ესე იგი ერთი ეტაპი ადამიანის ქცევის ან ჩამოყალიბებაში ან გამოვლენაში. ანუ რაზეა ლაპარაკი, როდესაც რაღაცა ათეულობით 1000 წლების განმავლობაში და შეიძლება უფრო მეტი დროის განმავლობაში ადამიანის წინაპარი ცხოვრობდა წყლის პირას, მას შემდეგ უნდა როდესაც შეიცვალა გარემო პირობები და ის გადავიდა სხვა ტიპის გარემოში, მას აუცილებლად უნდა შესაბამისად უნდა შეეცვალა თავისი ქცევა, თუნდაც იმიტომ, რომ დარჩენილი იყო აი ეს ძირითადი მომენტი რაც იყო, ხო, მის ცხოვრებაში, ეს პოპულაციის არსებობაში, ძალიან დიდი მრავალრიცხოვანი ჯგუფება ცხოვრობდა, ეს შეენარჩუნებია რამენაირად, იმიტომ რომ ხიფათი ბუნებრივია არ შემცირებულა თუ არ გაიზარდა ადამიანის წინაპარის სხვა არეალში, დავუშვათ ტყეში, ალბათ ეს იყო ტყეში გადასვლით და ამიტომაც საჭირო იყო ახალი ტიპის ქცევები, რომელიც იმ ახალი ტიპის გამოწვევებს უპასუხებდნენ, რომელიც დადგა
ადამიანის წინაპარის წინაშე. ნუ აი ამ მეორე მდგომარეობა ჩვენ შეიძლება პირობითად დავარქვათ მეორე საზოგადოება, განსხვავებით იმ პირველი საზოგადოებისაგან, რომელიც ცხოვრობდა წყლისპირას და სარგებლობდა ყველა იმ სიკეთით თუ პრობლემით და გამოწვევით, რომელიც ჰქონდა წყლისპირას ცხოვრებას.